არასაპარლამენტო ოპოზიცია კახაკუკავა ფიქრია ჩიხრაძის ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი რომან ჯიქიატინას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაზის სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სოკა ჯორჯია გაზი აჭარა მათ სამუშაოების შესრულების საშუალებას არ აძლევს და ბაზარი მონოპოლიზებული აქვს. მათი თქმით, სოკას პოტენციური კლიენტები შეცდომაში შეყავს და ეუბნება, რომ გაზის მონტაჟის უფლება მხოლოდ მათ კომპანიას აქვს. სოკა ჯორჯია გაზი აჭარაში აცხადებენ, რომ სამუშაოებს კანონის ფარგლებში ასრულებენ და მოსახლეობას კერძო კომპანიებისგან განსხვავებით ხელმისაწვდომ ფასებში ემსახურებიან. სახში მინდა გაზის შეყვანა და ზუსტად ესეთი პასუხი მივიღე, რომ თუ გაზის შეყვანა გინდა არ გინდა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ერთი წერტილის მოწყობილობის ვალდებულება გვაქვს ჩვენ და არც ერთ სხვა ფირმას. და მე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მრიცხველის, ანუ აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვალდებულება სოკარს აქვს, მიერთების ვალდებულება სოკარს აქვს. სხვა დანარჩენ სამუშაოების შესრულებაში პოტენციურ აბონენტს აქვს არჩევანის უფლება. შემოვიდა სოკარი მისი კანონებით, მისი კანონპროექტებით და ფაქტიურად მონოპოლიას ღებულობს მთლიანად საქართველოში, კერძოდ აჭარაში, იცილებს იმ კომპანიებს, რომელიც ფაქტიურად უმუშევარ სტიებს გარკვეულწილად 500,000 კაცს, რომელიც ფაქტიურად უკვე ამ კომპანიებზე არიან დამოკიდებული სახსრების მისთანით. ჩვენ ვაპროტესტებთ. სოკა ჯორჯია გაზი აჭარაში, როგორც გაზგანაწილების ლიცენზიათ კომპანიაში, ყველა პროცესი მიდის აბსოლუტურად გამჭვირვალედ. იმის გათვალისწინებით, რომ სხვა კერძო კომპანიებმა თავისი კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოონ ამ მიმართულებით, თუ შეიძლება ესე ითქვას, ბიზნესი ვერ დაუშვებთ იმას, რომ მოქალაქე იყოს მოტყუებული და მეტი დანახარჯის გადახდა მოუწიოს სხვა კერძო კომპანიებში.